რეზოლუცია, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ომი წარმოიწყო საქართველოს ხელისუფლებამ, ანუ თავდასხმა დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ და რუსეთისგან ძალის გადამეტება ეს იყო კონტრშეტევა. ამაზე რა სიტყვითა კიდევ ნახავს შეკითხვა. ნატოსთან ჩვენ გვაწონებთ მაპი, როდესაც ვერ მივიღეთ, რომ მაპი ვერ მივიღეთ, მაგრამ რაღაც უფრო მაგარი მივიღეთ. შემდეგ ეხლა ბოლოს როდესაც გააჩნიეთ მოლოდინი, რომ ჩვენ გავხდებოდით ნატოს წევრები, საზოგადოების მოსირებდა ეს მოსაზრება, ჩვენ ვერ გვაქვს ნატოს წევრები, მაგრამ გვიმტკიცებთ, რომ აი ნატოზე მაგარი რაღაც რაღაც უფრო მაგარი გავხდით. ამაზე აბლა მიკროფონი უფრო კარგად ეს მაინტერესებდა. გასაგებია ერთი მოსაზრებას კარგი არა მოსაზრებას ხალხი შეკითხვა ბატონშოთა ძირითადი ადრესატი თქვენი ყავით ამ ლელოს დიდი მადლობა შეკითხვებისათვის პირველ რიგში უნდა ითქვას აუცილებლად რაც შეეხება სვიადის პოზიციას რომ არ არის საკმარისი აუცილებელი პირობა მაგრამ არ არის საკმარისი ალბათ საკმარისი პირობა იქნება ის როდესაც იგორ გიორგაძე იქნება საქართველოში და ეს მაინც საინტერესო მოსაზრება გამოთქვით ბატონ შოთამაზე არ მიფიქრე. შეიძლება დავასრულო. მე პროზასაუბრობთ არ შემიძლია. ალბათ ეს იქნება რუსეთის საკმარისი პირობა და აუცილებელი. მაგრამ თავარი არის ის, რომ რუსეთი ამას ვერასდროს ვერ მიაღწევს, რაც შეეხება გაეროს რეზოლუციებს. მე ხელს ამაქვს ეს რეზოლუციები, სადაც გაეროს რეზოლუციაში 15 ოქტომბრის 2007 წლის პირველად ჩაიწერა, რომ აბსოლუტურად ყველა ტერმინი უნდა დაბრუნდეს. და მისი ქონება უნდა იქნას დაცული. ამდამდე ჩვენ გვქონდა 94 ხელშეკრულება. ან შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი ყველაფერს როთმობდა და კარგი კაცი რო ყოფილა თუ რომელიც ხელი მოაწერა რომ ვერცხეთ ტერმინი ვერ ბრუნდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ვისაც ოდესმე იარაღი ჰქონდა ხელში აღება. ამის შემდეგ 2008 წლის მაისში ჩვენ გაეროს ასამბლეაზე მივაღებინეთ გადაწყვეტილება, სადაც ჩავაწერინეთ, რომ ამ ტერიტორიაზე ეთნიკური ბალანსი შეიცვალა ეთნოწმენდის გამო. და ის დოკუმენტები, რომლებიც მიღებული იქნა ეუთოს მასშტაბით, კონსენსუსის წესით, სხვათა შორის რუსეთმა ვეტო არ გამოიყენა მაშინ, სადაც ეწერა, რომ მოხდა ქართველების ეთნოწმენდა, გაცოცხლებული იქნა. და ამ დოკუმენტში წერია, რომ სექტემბრისთვის გაეროს გენერალურ მდივანს უნდა გაეწერა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა დოკუმენტის დაბრუნება. ამიტომ დრო იმისთვის, რომ რუსეთს ეს აგრესია ეწარმოებინა, იყო მხოლოდ სექტემბრამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გეგმა უნდა ყოფილიყო გაწერილი. ამ ორივე რეზოლუციას მე თქვენ დაგიწოვებთ, რომ ეს ნამდვილად ესეა შეგიძლიათ ნახოთ. ეხლა რაც შეეხება ნატოს და მაპს. თვითონ კომუნიკაში წერია, რომ მაპთან დაკავშირებით უნდა იქნას საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. ანუ ჩვენ პირდაპირ მაპის მეშვეობით შევალთ ნატოში თუ მაპის გარეშე ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ ეტაპზეც არ არის მიღებული. რაც შეეხება დემოკრატიულ რეფორმებს. ამ კომუნიკეში წერია, რომ პროგრესის მიუხედავად არის ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი. ანუ პროგრესი რომ რეალურად არის, ეს წერია ნატოს კომუნიკეში. ეს ყველაფერი არის არ დაწერილი. თქვენ შეკითხვაზე, რაც შეეხება საშიშროებას. მე ვამბობ, რომ აი ის რომ ერევში ეს მოხდა. ეს არის რუსეთის პოლიტიკის ნაწილი, ის რომ გალში შეიარაღებული ფორმირებები შემოყავ, ესეც არის პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ დღეს მოდეში ასევე იმ შეკითხვას უპასუხებ, როდესაც იყო საუბარი ევროკავშირის თავდასხმასთან დაკავშირებით. იქვე წერია, რომ ეს ძალა საქართველოს გამოიყენა თავის ტერიტორიაზე. ეს არის მითითებული და ითხოვენ საერთაშორისო კომისიის შექმნას, რომელიც შეისწავლის თავდასხმის საკითხს. და ეს საკითხი რომ თავსახად იყო ჩამოყალიბებული ევროკავშირის რეზოლუციაში, მაშინ კომისიის შექმნა ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები, საჭირო არ იქნებოდა. და ტალიანი დღეს ჩვენთან არ იქნებოდა. რომ ეს გადაწყვეტილება თავსახად იყო ვინ დაიწყო საომარი მოქმედებები, რომ საომარი მოქმედებები არ დაწყებულა შვიდში. თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ. და ეს დაახლოებით მე მაშინაც ამ გადაცემაში იგივეს გავს, როდესაც ტიტოვანი იყო მთავრობის სახლის წინ მოსული და მე ამბობდნენ ვინ გაისროლა პირველი, ვინ გაისროლა და ვინც მოვიდა პირველი შეიარაღებული მთავრობის სახლის წინ, ვინ გაისროლა პირველი. აი ეს შეიარაღება ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა. სადაც ცხინვალის რეგიონში თუ ვინმე საერთოდ გაისროლა, ზემო აფხაზეთში არავის არ გაუსწრია და ზემო აფხაზეთში იგივე შვიდში დაიწყო ზემო აფხაზეთის აღება. და წარწერის MS-ი ეს სტრუქტურები ფოთში იმყოფებოდნენ ყველანაირი სამშვიდობო ფორმატის დარღვევით. ანუ ეს სახეზეა
მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც საკმაოდ კომპეტენტური არიან საერთაშორისო სტრუქტურების გულისხმობ, რომელიც ახლა აქ არის ჩამოსული, აქედან რეალურ დასკვნებს გამოიტანენ და მაინც 7-დან არ დაიწყება ამ საკითხების განხილვა. რაც შეეხება ისე თქვენ შეკითხვას დაუბრუნებით საშიშროებასთან დაკავშირებით. დიახ, რეალური საშიშროება ნებისმიერ არსებობს, მაგრამ ჩვენ ყველა მერცად, როგორც შიგნით, ზოგადი ეროვნული კონსოლიდაციით, ასევე გარეთ, საერთაშორისო სტრუქტურების გამოყენებით უნდა მივახციოთ იმას, რომ რუსეთის პრობლემები, რომელიც მას სერიოზულად გაუჩნდება უკვე გაზაფხულიდან, იგივე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, იგივე ნავთობის ფასის დაცემასთან დაკავშირებით. ასეთი ყველაზე დაბალი ფასი რუსეთის ნავთობის ეს იყო აიო დეფოლტის პერიოდში 99-ში და იყო $15. დღეს არის $35. საკმაოდ რუსულ ნავთობზე ვლაპარაკობ და არა იმ ნავთობზე, რომელიც $44-ია დღევანდელი მონაცემებით. აი ამ ფონზე ცხადია რუსეთი ეძებს წერს, სადაც ეს პრობლემები იქნება მის კისერზე და ამას ყველაფერს გადატეხავს დაუშვათ რომელიღაც დონეზე. მაგრამ ჩვენ სწორედ ეს უნდა მოვახერხოთ, რომ ეს არ მოხდეს საქართველოსთან მიმართებაში, ამისთვის გვაქვს ყველანაირი საერთაშორისო მერკეტები, რაც შეეხება საკითხ სამშვიდობოებთან დაკავშირებით. ბატონო, სამშვიდობოებზე კითხავთ, მაგრამ ახლა რეკლამა უნდა გამოვაცხადო და ჩემი წესი ამას მოითხოვს. რეკლამის შემდეგ განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას დაგვრჩებით. კლავ ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერში ბრუნდება და ახლა თორნიკე შარაშენიძის მიმართავ თორნიკე რეკლამამდე თქვენ დაჟინებით კომენტარის მაგალითად ესებინა პირველი მე მინდა თქვა მოყოლებში უძრახეს პრინციპით რომ ნუ ექნება ილუზია რომ რუსული ეკლესია მოქმედებს რუსული სახელმწიფოსგან განცალკევებით და მით დაუკითხავდა და მით უფრო რომ მათ შორის განხეთქილება და ჩვენ განხეთქილებას გამოვიყენებთ ჩვენი გმირული დიპლომატიის მეშვეობით. რუსული ეკლესია თავიდან ბოლომდე ასრულებს კრემლის ინტერესებს. ასე რომ თუ რუსული ეკლესია ამ შემთხვევაში შეჯერებით, ესე ვთქვათ, ერთიან საქართველოს ცნობს, ეს არის ისედაც კრემლის ინტერესებით, რომ კრემლი იტოვებს რაღაც დონეზე, ესე ვთქვათ, ჩვენთან манипуლირებისთვის საშუალებას. რომ აი რუსები მაინც კარგები არიან, ერთმორწმუნეები არიან და აი ნახეთ, მაინც კარგები ყოფილან. თავის დროზე სამშობლო პატრიარქმა რუსეთის, რომელიც გადაიცვალა ეხლა ხან, პუტინის მითებით არ მიიღო იოანე პავლე მეორე პაპი და მიიღო ჰამასის ლიდერში. ეხლა მე თუ დამარწმუნეთ მინდა რომ ეს პატრიარქი რამეს ყვედა თავისი დამოუკიდებლად თვითონ საქართველოს მიმართებაში, მე დავარწმუნებენ ამას ჩვენნაირად. ასე რომ თითქოს გვახერხებს ხოლმე ამ დროს, როცა გონია რომ სახელმწიფო შევიდანთ მათ შორის და გამოვიყენებთ ჩვენ კულაზე რუსული ეკლესია. ეს ასე იული არის თემა. საკითხი კობანი ხო, რა შეეხება საფრთხეებს, ალეკო რომელზეც შენ გამოჭერი შეკითხვა მე ალბათ განიყო დასმული შეკითხვა. იცი რა, დაიწყეს, ერთი რამე საინტერესო, ვიდრე ვიტყვით დაიწყეს თუ არა რუსეთი ომს დეკემბერში, მათ შეძლოთ ადრეულ გაზაფხულზე. დაიწყეს თუ არა, ამას უკვე მნიშვნელობა არსებითად არ აქვს, იმიტომ რომ ამ განცხადებებმა უკვე გააფუჭა საქმე. უკვე გააფუჭა საქმე და თუ იმას კიდე დარჩა საქართველოში ბიზნეს ინტერესი და არ ვიცი ხა ალბათ ეკონომიკა რუსეთის ამასთან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ არის თუ არა ხალხინებელი ჩვენთან ამ პროცესით ეს უკვე აღარ ვიცი ნამდვილად. თუ იმას დარჩა ეს ინტერესები, მე მგონია რომ ახალ წლამდე ჩვენ დავინახავთ რომ ეს ინტერესები გაქრება. და აქ ვაცდებით ისევ იმას, ალეკო რაც ომის დროს იყო, საქართველოს საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოებაა პირველ რიგში დასაცავი. და დასაცავია პირველ რიგში იმ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია საშუალებებით, რომელიღაცა გალის სოფელში მცხოვრები თუ პირიქით ზუგდიდში მცხოვრები, მაგრამ გალილას რო ასახებს თავს, გალი ხუბუა თუ ფაცია, იმის ნათქვამზე დაყრდნობით ავსელებს ინფორმაციას, რომ თურმე ვიღაცა მას უცხარო, თქვენ იმას მოგიწყობთ, ეხლა რაც მოუწყეს რუსებმა